გამარჯობა მეგობრებო. დღეს მოხს უნივერსიტეტის პირველი დღე. მეოთხე კურსის ცოტა გრძელი მეუდება და გადაწყვიტა რომ თან რაღაცნაირად გავერთო და გადავიღო ლოგის მსგავსი რაღაც. და კარი გამოვიდეს. როგორც იქნება მოვახციე ქალაქის მეორე ბოლოში თუ რა ვიცი სხვა ქალაქში ჯიპში. და ეს ლექცია უკვე მქონდა სტატისტიკის ცოტა დავიწყე, იმიტომ რომ სტატისტიკა ორს გავდივართ და ერთი გავიარე ორი სემესტრის წინ სემესტრში და თითქმის არაფერი არ გამახსოვს. ანუ ჩათვალეთ რომ თქვენ რამე უნდა ჩავთვალო რომ სტატისტიკა კი არა სტატისტიკა ერთიც ყალეურად უნდა გავიხსენო. ეხლა მექნება სემინარი მაგსაგდის, შემდეგ დასვენება ფიქრობ ჩუალედი 2 საათიანი და მე კვლევის მეთოდები. ამიტომ დროებით დაგემშვიდობებით. სტატისტიკის ლექცია მორჩა. ძალიან ისე აქტიურად ჩაიარა, იმიტომ რომ არ გავჩერებულვარ საერთოდ, მაგრამ კაი იყო, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გავხსენე, რაც არ მახსოვდა და უფრო მეტად გახსენება მივიწევს. რაღაცები ჩავიწერე, დანარჩენ სახში უნდა გადავხედო. ეხლა 2 საათიანი შუალედი მაქვს, რაღაცას შევჭამ. წიგნს წავიკითხავ ცოტას და მერე შემდეგი ლექცია. ახლა შუმია და რატომღაც არ მოძრაობს და ჩემი ოპერაკიც არ ვიცი შეუშლის ხელს. თუმცა მე ჩემთვის ვიბრებ, გადავწყვიტე რომ 1-2 სიტყვა აი წიგნზე. თქვა რომელსაც ვკითხულობ. It's Great Wedding People. დაახლოებით 3/4 კი არა ზუსტად 95% მაქვს აკითხული. და რავი, მომწონს და ვიფიქრე რომ გეტყოდით მაგალითად როგორ იწყება და თუ დაინტერესებთ შემდეგ იქნებ ვინმე მოეწონა სიუჟეტი და გადაწყვეტოს წაკითხვა. ესე იგი იწყება წიგნი იმით რომ ერთი გოგო ქალი მიდის ოკეანის პირას ძალიან ლამაზ სასტუმროში, ოღონდ თან არ აქვს არც ბარგი, არც ტელეფონი, მოკლედ არანაირი არაფერი, უბრალოდ კაბაძია და მიდის სასტუმროში. რიგში, ანუ პროფესორ რესეფშენამდე სანამ მივა, დახვდება საკმაოდ დიდი რიგი და ნამდვილად ხვდება, რომ ეს ყველა ადამიანი, ვინც ელოდება რესეფშენთან, უკაცრავად არის არიან ქორწილი სტუმრები. მოკლედ ამ სასტუმროში იმართება ქორწილი და ყველა საერთოდ ვინც მივა რესეფშენთან, ესე იგი ვინც ადმინისტრატორი დგას, ყველას ეუბნება რომ ქორწილისთვის ვართ, მოგზავნით რაღაც. და მოკლედ ეს გოგო თავის ვარაუდებს და წარმოდგენებს იქმნის ამ ადამიანების შესახებ, ვინც ამ რიგში დგანან და ერთ-ერთი იქნება პატარძალიც გამარჯობა. ერთ-ერთი იქნება პატარძალიც და ეს პატარძალი რომ მოვა პატარძალს რომ დაინახოს. მე საერთოდ არ ვიცი ყოფილი წიგნის აღწერა. ანუ მართლა თან ეს ერთული რაღაც და მოკლედ პატარძალი მიაწვის ამ გოგოს საჩუქარს რა აი პატარა ნაკრებს ქორწილის წევრებისთვის, ასე ვთქვათ რა. ანუ მიიჩნევს რომ ეს გოგოც ქორწილის სტუმარია, რომელიღაც ან გრომის ან ბრაიდის მხრიდან. და ეს გოგო ვერც კი მოასწრებს უთხრეს რომ არ ვარო რა ქორწილის სტუმარიო. როგორც იქნება გოგო ჯერ დადგება მივა რესეფშენზე და რესეფშენზე გაირკვევა რომ მოხდა შეცდომა, ანუ ადმინისტრატორს ადმინისტრატორს შეეშალა და დაჯავშნა ოთახი, რომელიც რეალურად არ უნდა დაეჯავშნა ადამიანისთვის. გეცებთ არ ვლაპარაკობ. ადამიანისთვის, რომელიც არ იყო ქორწილის სტუმარი, ანუ ასე ვთქვათ, პატარძალმა გადაწყვიტა რომ ეს სასტუმრო მთლიანად თვითონ დაეჯავშნა თავისი სტუმრებისთვის და სხვა უცხო არავინ არ ყოფილიყო, მაგრამ მოხდა შეცდომა. ეს გოგო ჩვენი ფიბი მოხდა ამ სასტუმროში. მოკლედ რომ გითხრათ, ეს ჩვენი ფიბი არის ძალიან რთულ სიტუაციაში და ზოგადად მდგომარეობაში, მენტალურ თუ ფიზიკურ თუ ასე შემდეგ და რეალურად ირკვევა რომ ამ სასტუმროში ის მოვიდა სუიციდისთვის. და შემდეგ აღარ გეტყვით რა მოხდება. ანუ ეს არის წიგნის მარტო 1/4 ალბათ, არც უფრო სწორედ, უფრო ნაკლები. მე არ გეტყვით რა მოხდება. თუ დაგინტერესებთ კომენტარებში დამწერეთ, თუ რამე გაიგეთ ამ ჩემი ნაბუდიალებიდან. მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ, ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ანუ რაც
რაც წავიკითხე, ძალიან კმაყოფილი ვარ თვითონ მოვლენების განვითარებით, პროცესით, პერსონაჟებით და ასე შემდეგ. და მოგეცხოვრა სიძახი კომენტარებში დამწერეთ და შემიძლია შემდეგ ვიდეოში მეც დასრულებული მექნება სავარაუდოდ კი არა დაუცილებლად წიგნის წაკითხვა და შემიძლია ბოლომდე მოვყვე თუ იმის გაინტერესებულა და თქვენ წაიკითხეთ. ხო, ეს იყო ჩემი მონოლოგი და აბადრობით გადავგეწევთ მეკითხავს და მე შემდეგ ლექციაზე შევალ. იმედია მანამდე გოგოებსაც ვნახავ და ელენე მითხრა რომ ვლოგში მომახვედრეო და აუცილებლად ელენე ვეცები რომ მკერა და აუცილებლად მოგახვედრე ვლოგში რატას ვეცები კაცო. იმედია ვიდეო, კი. მოგესალმებით. სად აქ უნდა ვიყო? მე უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს უნივერსიტეტის წესი, ალბათ დავამთავრებ 2026 დეკემბერში, დიდი იმედი მაქვს ვაიმე დავამტკიცა. ძალიან მიხარია დაწყება, იმიტომ რომ ჯიპა არის ჩემი სიყვარული. მართლა დამთავრებაც არ მინდა, იმიტომ რომ ჯიპა არის ურთიერთობა. ჯიპ არ არის ყველაფერი, ჩემთვის ყველაფერია ჩემი მეგობრები, რომელიც გავიცანით ჯიპაში. ეს პირველი დღეა ბოლო წლის და რა ვიცი, იმედია პროდუქტიული წელი იქნება და გული მწყდება, რომ ისა მია არ არის ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენი დამხმარე ძალა იყო, მაგრამ ეხა რაღაც ვიზამთ არ ვიცი. იო, როგორ ხარ? შეიძლება მეც შევწერო. ეხა მარიშკას გადავცემ მიკროფონს. ეხა ძალიან მენატრებოდი და ძალიან მიხარია შენი ახალი შენეძენი და მაინც მიგიწერია? კი, მე შევუჭამეთ. იმიტომ რომ ერთად მინდა რომ გადავიღოთ ხოლმე ვლოგები. ანუ ბოლო რატომ მომიწე არ ვიცი, მაგრამ ტკბილ უკბამ მე გამოვედი. გამარჯობა მეგობრებო, მიამ უკვე ანუ მახსენა როგორც გავიგე, სხვები არ ახსენა ხომ? მეც ძალიან მიყვარს ჯიპა და ნუ იმედი მაქვს კარგად ჩავილის ეს წელი. არა, ახლიდან ჩამირთე რამეო. ოკეი. ჩართე? აუი. მოგესალმებით მეგობრებო. მოვენატრე შერმს და ეს უნდა და რომ აღენიშნა. მეც მოვენატრე განაცვალე შერმს. ვაიმე ეს. და სხვა შორტი. რა მოლოდინები გა? გაბედების ღერ მომეულცე. რა სირცხულია? აი მაგიტო. It's okay, და კარგი იყოს ყველაფერი ასე. ხო, მოკლედ მოლოდინები მაქვს ძალიან პოზიტიური. ხალხო, ეხლა მე შემოვიყარე გოგოების ლექციაზე. ნახოთ ხა. გავაკეთოთ unboxing-ი. შემოპარული. დღეს არის პირველი დღე ჩვენი ბოლო წლის და მივდივართ მაკოლაში უნაჭრით. ძალიან გუშია და კიდე დარჩენილი გვაქვს 2 ლექცია. ეს არის ნინი. უსმენ ვაფშე. საინტერესო ფენომენი ნებისმიერი სწავლა. ანუ სწავლების ეხლა თქვენ ვაზიხართ ყოველ ჩემს სიტყვას. თუიკო ინტერიორიზაციის დასაქმება. ხო, ეხლა გავიჟდე და თუნდება ის ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ როგორც მოწესრიგება. ზოგადად itself, a dash of cubism, and a dollop of Matisse. Surreal, more real than reality itself. It's just too difficult.